გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ქართული ოცნების მთავრობის მეთაურს ესაუბრა. ასე იწყება რადიო თავისუფლების ნიუსი. მართალია მეორე წინადადებაში დაწერეს, რომ სახელმწიფო მდივნის პრესპიკერის მოადგილემ ტომი პიგოტმა განაცხადა, რომ დღეს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძესო. აქ უკვე რადიო თავისუფლებამ ვერ გაბედა და ტომი პიგოტის სიტყვებში თავისი კორექტირება ვერ შეიტანა. რადიო თავისუფლება ერიდება ტომი პიგოტის სიტყვების ფალსიფიცირებას, დიახ. ესე იგი, ამდენი შნოდა გაქანება თუ აქვთ, ბარემ ისიც ეთქვათ, რომ მარკო რუბიო არის ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის სახელმწიფო მდივანი, მაგრამ ამდენი ვერ გაბედეს. იმას, რაც ჩვენ გვიბედავენ, ამერიკელებს ვერ უბედავენ, რადგან იციან, ჩვენ სამწუხაროდ მოკლე ხელები გვაქვს და მათ ვერ მიუწდებით. ამერიკელები კი თუ მოისურვებენ, მიწვდებიან სადაც არ უნდა იყოს რადიო თავისუფლების მთავარი ოფისი, გინდ პრაღაში, გინდ კარაკასში და გინდ თეირანში. რადიო თავისუფლებისგან უკვე აღარაფერი მიგვერს. როგორ მახსენდება საბჭოეთის პერიოდი, როდესაც რადიო თავისუფლებასა და ამერიკის ხმას საბნის ქვეშ უსმენდი ტრანზისტორით. საბნის ქვეშ ეს მოვიტყუე, რასაკვირველია, საბნის ქვეშ მხოლოდ ყველა დროის გამოჩენილი დისიდენტი მიხეილ სააკაშვილი უსმენდა კრიზდებურგის აკრძალულ მუსიკას, მაგრამ ის მიხეილ სააკაშვილი იყო და მან იცოდა, რომ მას მთელი კგბ დაძდევდა და ამიტომაც საბნის ქვეშ აფარებდა თავს. მე კი ვის რაში ვჭირდებოდი და ამიტომაც შინ მშვიდად და ლამაზად ვისმენდი მტრულ ხმებს, როგორც ისინი საბჭოურმა პროპაგანდისტებმა მონათლეს. ძალიან ცუდად ისმოდა, საბჭოელები რა ძალა და ღონე ქონდათ, ახშობდნენ იმ ხმებს, მაგრამ მაინც ვახერხებდი და იმ ხმაურიან ტალღებში თავისუფალი სიტყვის ნაკადული ჩვენამდე როგორღაც აღწევდა. ხოდა მაშინ რადიო თავისუფლება გვეგონა ხმა ზეციდან, ხმა 64-დან და მისი მოსმენა სიამაყის გრძნობასაც ღმატებდა და დისიდენტების უხილავი არმიის თანამონაწილედაც გვაქცევდა. რა მიამიტური დრო იყო. რას წარმოვიდგენდი, რომ რადიო თავისუფლება გადაიქცეოდა სიცრუის მღაღადებელ მანქანად. ახლა უკვე განვლილი წლების გადასახედიდან მეუბნება კითხვა და ის ინფორმაცია, რასაც მაშინ რადიო თავისუფლება გვაწვდიდა ჩვენ საბჭოური ბანაკის წევრებს, რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს? არ ვიცი. დღეს კი რადიო თავისუფლება რაც არის კი ვხედავ. მგონი უკვე მოგახსენეთ, რომ 10-ოდე წლის წინ მეც მომიწია რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის რუსულენოვან ეხო კავკაზასთან თანამშრომლობა, სადაც კვირაში ერთხელ მტრის ენაზე ჩემს ფიქრებსა და მოსაზრებებს ვაქვეყნებდი. დასაწყისში 2-3 წელი სრული ჰარმონია და სიყვარული მქონდა რედაქციასთან, მაგრამ მე რაღაც შეიცვალა. ეხო კავკაზას ადეკვატური უფროსი წავიდა, მის ადგილას კი მოვიდა ვიღაც პათოლოგიური მიშისტი, გვარი სამწუხაროდ არ მახსოვს. და იმის მერე ჩემი იქ ყოფა ცხოვრება გაცილებით გაუარესდა. ჩემს მასალებთან პრეტენზიები გაუჩნდათ, ნაცების მიმართ ჩემ მიერ გამოთქმულ აზრებს არ ბეჭდავდნენ და იმის გამო, რომ შემოსავლის პატარა წყარო არ დამკარგოდა, მომიხდა კულტურის საკითხებზე გადართვა. და ერთ დღეს 23 წლის ოქტომბერში მითხრეს, რომ მორჩა კინო. კიდე დიდხანს გამაჩერეს, ხომ იცით. ახლაც მახსოვს ის სიმსუბუქის გზნობა, როდესაც მათმე გამომაპინტრიშეს. რატომ სიმსუბუქის? იმიტომ რომ ყოველ ჯერზე ახალი წერილის დაწერა უფრო და უფრო მიჭირდა იმ შეზღუდვების გამო, რაც მათ ნელ-ნელა შემოაბარეს. მიშას ქებას მე მაინც არ დავიწყებდი და ნაცების ლანძღვა კი რადიო თავისუფლებისთვის მიუღებელი გახდა. ჩემით მე იქიდან ვერ წამოვიდოდი, რადგან გარკვეული ანაზღაურება მქონდა და ზედმეტი ფული კი ბუნებაში არ არსებობს და როცა გამათავისუფლეს, შვებით ამოვისუნთქე, რაც თავარია, ჩემით არ წამოსულარ და
ერისა და ბერის, ანუ ოჯახის წინაშე ვიყავის სუფთა. დიახ, მე კი წამოვედი ახლა კავკაზიდან, მაგრამ პერიოდულად ვადევნებდი, დღესაც ვადევნებ მათ თვალს და იქ გამოქვეყნებული მასალები დღესდღეობით კარგ ნაც პროპაგანდისტ შეშურდება. ისეთებს წერენ ჩვენი კანონიერად არჩეული ხელისუფლების და 1,200,000 ადამიანის არჩევანის წინააღმდეგ. ხო და იმას მოგახსენებდით, ასეთ რამეს რომ კადრულობს ერთდროს ჩემთვის ძალიან პატივსაცემი საინფორმაციო გამოცემა. ანუ როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს როგორც ქართული ოცნების მთავრობის მეთაურად მოიხსენიებს, აი რა გრძნობა და პატივისცემა უნდა მქონდეს მათ მიმართ. მხოლოდ ნეგატიური. დღეს უკვე იმდენად აქვთ ამ რადიო თავისუფლების რედაქტორებს თავგზარეული და ფასეულობები გადაფასებული, რომ არც ერთ მათ სიტყვას არ ვიჯერებ. და რამე რო იყოს და მხოლოდ ამინდის პროგნოზის გამოცხადებაზე რომ გადავიდნენ, სულ საპირისპიროდ განვეწყობი, რასაც ისინი გამოაცხადებენ. მაგალითად, მზიანი ამინდი რომ დააანონსონ, წვიმის ლაბადას ჩავისვამ და კოლგით გავალ გარეთ. როგორც თავის დროზე რუსმა მოაზროვნე კოზმა პრუტკოვმა ბრძანა, ერთხელ რომ მოიტყუებ, მერე ვინ დაგიჯერებს. და კიდევ ბრძანა კოზმა პრუტკოვმა, თუ გაქვს შადრევანი, გადაკეტე. შადრევანსაც მიეცი დასვენების საშუალება. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.